გამარჯობა და მოვედი. და ჯენარა დასკამდი. ეხლა ჯერ მოგესალმებით, ჯერ გამარჯობა. მოგესალმებით ხალხებო. ეხლა TikTok-ი ხო არა ვარ ჩვენ. აი მე რა აღარ მიყრია ნეტა იცოდეთ აქ ეს წყალი მოვიდა გადასახადი, რაღაცა ხო სულ უნდა იყოს აქ გადასახდელი. ხალხო, გამარჯობა, მოვედი საღამო მშვიდობისა, ღამე მშვიდობისა, დილა მშვიდობისა, ვიროდისაცა ნახავთ ვიდეოს იმ დროის მშვიდობისა. უკრაინელი ძოლქმარი არიან, კულინარიის ვიდეოებს დებენ და კაი ხანი ეგეც აღარ მინახია და იმათ აქვთ ისა Доброе время суток. ხოდა მეც ეგრე გესალმებით ყველა დღის მონაკვეთი მშვიდობისა. ეხლა რა ხდება? ინოჩენტე მეუბნება, ვაიმე, როგორ გადამირჩა გალან ზღვას. ეხლა მეუბნება, რომ ეხლა რო არ ჩაწერო ეგ ვიდეო და დილაზეო რა იქნებაო? მეოთხარი, ვაიმე, დამცინი ხარ თუ როგორ დავიძინო მეთქი. ეხლა ჯერ პირველი გაფრთხილება, პირველი ის რომ უსამძიმრებ მთელ საქართველოს და პატრიარქის გარდაცვალება ძალიან სამწუხაროა და ნამდვილად მართლა ბოლომდე ახლა რამდენჯერ ტყუილი ინფორმაცია გავრცელდა და რამდენჯერ ის და ახლა არავინ არ გამომიხდეთ გეხოცებით რა არავინ თუ ახალი ვინმე ჩემი ძველი არავინ არ მეტყვის მაგრამ თუ ვინმე ახალი გამოწყდებით და გამოხტებით და ეხლა მაგის დროაო და მაგ ვიდეოს აწერო და გლოვა არისო ნუ გამოხტებით ნუ შეიწუხებთ თავს არავის ნაკლებად არ დამენანა, არ შევწუხდი, წუხელ გავათენე, ღამის 3 საათზე გადავაწყდი, 3 იყო დაწყებული, ლაივი ქონდა ერთ ბიჭს, რომ ემიგრანტებისთვის სამძიმარზე პარაშვიდზე შედიოდა და მთელი ის რიგში, სანამ 5 საათიაო რიგში ვდგევართო. ზოგი ამბობდა, რომ 9 საათი ვიდექი, ალბათ გააჩნია რა დროს მოხდა და ამბიც ქონდა ლაივი ჩართული და მოკლედ ვუყურე, რა ვიცი რომელ საათამდე თვითონ კი ალბათ 1 საათი მე ვუყურე, მაგრამ ცოტა მეტი და ის თქვა რომ 5 საათი რიგში ვდგევართო. ასე რომ შორიდან მეც ვიყავი პანაშვიდზე, ასე ვთქვათ, მივიღე მონაწილეობა. ხო და ნუ რავი ნუ გამომიხტებით ეხლა რომ აი ესეთი ვიდეო და ასეთი ვიდეო ცხოვრება ხალხო გრძელდება და ხალხი კიდე როგორც მანანიკომ მითხრა, კარგად გადაინაცვლა სხვა სამყაროში და იქიდანაც არ მოაკლებს საქართველოს თავის ლოცვა-კურთხევას მე მჯერა. ხო და იმას გეუბნებით, რომ ნუ რავი ნუ გამოხტებით, ამანათი ჩამომივიდა, ხო და ნათიასი და ვეროს ამანათი მოვიდა. და ეხლა მე ვიდეოს ჩავწერდი კი არა, რა ვიცი მე რა გითხრათ. ხო და იმის თქვა მინდა რომ ინოჩენტე მეუბნება რომ ეხლაო თუ გვიანიაო თქვენთან მე ვთხარ დროზე დამანებე თავი რომ ვიდეო უნდა გავხსნა მეთქი აკაბავს. ხო და ისაო თუ გვიანიაო თქვენთან რომ ხვალე გააკეთე რას ლაპარაკობ მე ვთხარ რა გინდა რა დამაძინებ მიყურე და ბაღის ბავში ხარ შენო მე ვთხარ ბაღის ბავში კი არა ვარ სამშობლოა ჩემი ეგ არის ჩემი სამშობლო მეთქი ჯერ ხო იქ ოფისში სადაც ბარგზე მივედი იმათ ხო ვეხვაჩხვაჩ არ ვიცი ხოლმე ეგეთი რამეები მარტო იმ ერთ კაცთანა ვარ გაშინაურებული რომ დიდი ხანია რა ვიცი მე ვიცნობ და ისა არ ვიცი დიდი სახოლმე რა კონფიდენციალურობას არ ვაძლევ და ეხლა მეო რო გითხარ შენაო რა გითხარიო შაბათია დღეს რა მოხვედიო მე გითხარიო შაბათს როდის მითხარი მე ვთხარ საერთოდ არ დაგირეკია მეთქი საერთოდ არ დაგირეკია ნათია მომწერა ნანა მესიჯი მოგვივიდაო რომ ჩამოვიდაო ამანათი რასა მე ვთხარ არ დაურეკიათ მეთქი ის ქალი რომ ირეკავს და მაწუხებს და იმ ბანკის საქმეზე და არ აპასუხობ ჯერ ისე ცხოვრების არ აპასუხობ უცხონობრებს ხო და ვაიმე მე ვთხარი ეთყობა არ გიპასუხე მეთქი გირეკავდიო და არ მიპასუხეო ხო შეიძლება მეთქი იმიტომ რომ ყოველთვის მირეკავენ სამშაბათს მირეკავენ ხოლმე რომ ჩამოდისო და შაბათს მოდიო მე კიდე შაბათს ხვალე ვაპირებდი ბოლო წუთებში გადავიფიქრეთ და პუცემ გადავწყვეტეთ მე ვთხარი ინოჩენტეს აი ნოჩე ეხლა რა სიტყვები რა ვიცი როგორც გინდა რასამ როგორც მინდა საბჭოჩი დაბლავარ მეთქი მაგალასთან ხო და გავქანდით და მოვიტანეთ ეხლა თქვენ როგორ ამას დავდებ და დაუწყებ ყურებას რომ ხვალე გავხსნა. არა, ეხლა გავხსნი, ვისაც ავტვირთა ვიდეოს, ვისაც ეხლა უნდა და ნახავს ხო ნახავს და ვისაც არა და ხვალე ეგ არ იქნება და ზეგ, მერე ნახავს ვისაც მერე მოუწევს ვიდეოს. ნახვა, როგორ არ ვთქვა, რა ვიცი მე.
ხო და იმას ვამბობ, რომ ჩემი სამშობლოა მეთქი რო ვეუბნები, იქ რომ მივდივარ ხოლმე ბარგის სასაღებად, ეხლა ვინ არიან, ჩემთვის არავინ არ არის, კი იყო 1-3 ქალი იყო ქართველები, მაგრამ ზედაც არავინ არ შემიყურებს, მაგრამ ისა რა ქვია, ამ კაცს კი ვეხუმრე და ვეხვაჩხაჩი. მე დაიცადე, უნდა შევამოწმო, გვარიო, მაჩვენეო, წავიკითხულო, რომ სხვა არ გაგატანთ. მეოთხარ ამის სურათი ტელეფონში მაქვს მეთქი ჩამიგდეს და ეს არის მეთქი უთხარი ვიცანი პარკი და დაიცავდა ვერ ახედავ და მე გამწამო გარეთ ავნახო მეოთხარი მე რო დავბერდი მეთქი სათვალეები რა საბო მე არა ვარ ბებერიო მე მეთქი მიუხვდი რომ სათვალეები უნდა გამეკეთებინა და გაიკეთე სათვალე რატო არ გამლანძღა ერთი კარგად ჩემი ქმარი იქ არისო გინდა ყოფილიყო ეხლა უყურებში გავარდებო და რა მითხრეს და რა უთხარი ხო და მოკლედ და კონკრეტულად გავხსნათ ახლა ჩვენი აბალათი და გავიხაროთ. ხო, ისაო, ერთი გოგოა გორელი მგონი, არც ვიცოდი ახლა გადავაწყდი, ახლა გამოვიწერე TikTok-ზე და რა ვიცი სადაც და საჩუქრები მიყვარს ძალიან ეს გოგო იცახ, ძალიან კაი ვიდეოებს აწერ სასაცილოებს, რა, ნინოვოსავით, ოღონდ უფრო მაგარიენა აქვს. ხო და საჩუქრები მიყვარს ძალიან და ჩემთვის გავიფიქრე მეც ძალიან მიყვარს საჩუქრები მეთქი და მე გავიფიქრე ნეტა ერთი ვინმე მაჩვენა რომ საჩუქრები არ უყვარდეს მეთქი არიან ალბათ ადამიანები რომ არ უნდათ არ უყვართ საჩუქრები ანუ არ უნდათ რა ვიცი არ ვიცი ბევრს თავისი მოსაზრება აქვს ხო და მე კიდე ერთი კომენტარი დაიწერა და არ მიპასუხია მაგ კომენტარს ერთი კომენტარი და რა კარგი ეგო ძალიან დასაფასებელია რომ თქვენო მადლიერებას გამოხატავთო და მადლიერების მადლობლები ხართო და მადლიერების გრძნობა გაქვთ აი ინოჩენტერო ამბობდა რომ მადლობთ თქვენ ხალხო მადლიერების გრძნობა თუ არა გაქვთ და მადლიერებას თუ არ გამოხატავ აბა რა ადამიანი ხარ ეგ მინიმუმია რომ ადამიანს მე ძალიან კარგად მესმის ამ ამანათებს რომ მიგზავნიან განა ვინმეს რამე აქვს გადასაყრელი და განა ვინმეს რამე მოსჭარბებია მე ხო ვიცი რამდენი ყველანაირად არის ფინანსური ჩადებული ხო სწორია და ადამიანს წარმოიდგინეთ შეიძლება ზოგმა იცის აი იმისთვის შენთვის შეიძლება მცირეა ჩემთვის დიდი არა შეიძლება იმ ადამიანისთვისაც ძალიან დიდია თავისი მოიკლო ის თავისი შუაზე გაგიყო და შეიძლება შუაზე მეტიც შენ მოგცა და განა იმიტომ უნდა იფიქრო რომ იმას მაინც ქონდა და მე მომცა არა ხალხო არა მასე არ არის ის უნდა დააფასოთ რომ ადამიანმა შეიძლება მოიკლო და შენ პატივი გცა რომ შენ გაგახაროს და გაგაბედნიეროს და ამისი არ დანახვა როგორ შეიძლება აი უკიდეგანო მადლიერი ვარ უკიდეგანო მართლა უყო მართლა ეხლა გავხსნა თორე მე თუ დავიწყე რა თქვა ხო იცი ჩემი ამბავი ადენანა დასკამება რო იცი ასკამება ხო უნდა იცოდე ხო არ გაგთიშოთ და ისე გავხსნა თან მეშინია ხოლმე აფერი გავჭრა დიდი არაფერიო თან რო გეტყვია დიდი არაფერიო რა თქვია დიდია ძალიან დიდი ხო ეხლა რა შეეხება რა არისო ეხლა ხალხო აქ რა არის მე ვიცი მარტო წასც და ნათიას და მარტო ის მითხრა რომ წინდებიო ინოჩენტესთვის ალბათ რა ვიცი ინოჩენტეს არ უფრო ინოჩენტეს ვაიმე ინოჩენტეს ისა ერთი წვილი ისა სუგავარდა ძირი ხდა ვშტოპკავ ხოლმე ვშტოპკავ ბოლო ძაფამდე ვიყენებთ იმიტომ რომ ძალიან ეყიდება ფეხები ხალხო ეხლა აი ეს ქვა უბედური რაც არის აქ ძალიან ცუდია და ფეხები ისედაც საერთოდ ცივანაა რა და ფეხები კიდე სულ ეყინება ხო და მაგიტო ხო და იმის თქვა მინდა რომ ის ვიცი რომ მარტო რომ წინდებია მეტი არაფერი არ ვიცი რა არაფერი არც მიკითხი არც უთქვია მე რაღაცა ლამაზი დავინახე თედარა ლამაზობა დავინახე ხალხებო მე ხო იცით როგორ მიხარი თაიცა ეს ცალ კი არა იმას ავშვები მე მეგონა ერთ ღერზია არა ცალკია ეს ხელით ნაკეთია ვაიმე რა ძვირფას საჩუქრებს მიგზავნით ეს ჩემი გოგოები ხოლმე ყველა ვაიმე ხო დაიცადეთ გაჩვენებთ მე ნახეთ
ნახეთ. მოიცა. ეს არის ხელით ნაკეთი. დედა. ამას გულში ბუტკოებიც აქვს, ნახე რა ლამაზია. დედა რა ძალიან ლამაზია. ეხლა ამის ვაზა არის აპოვნელი სასწრაფო წესით. მე რა დამასვენებს? მე არა ვერ დავისვენებ. აი. ყველა გგონიათ. ეხლა ეს ცოტა აი ეს ასეთი ლამაზი, საკმაოდ ლამაზი ვაზაა. მაგრამ მე სხვა რამეს იმას ვიზავ, თუ ამას არ მოუხდა, მე სხვა რამეს მოვიფიქრებ დაიცა, ჯერ დავჭერდე. ეს კალგოტკა აქ უნდა მივა, არა, არ მომწონს აქა. აქ არ მომწონს, ხალხო იკარგება, ეს უხეშია ამისთვის, მაგრამ არა უშარო, ეხლა ჯერჯერობით დავდგათ. და მე ამებისთვის მე ვაზას შევიძენ უფრო მოუხდება გამჭვირვალე მინის არამესი. გინდაც ფერადი მინისა, გინდაც მწვანე. მოკლედ მოვიფიქრებ მაგას მოძებნი. ძალიან დიდი მადლობა რა, ძალიან გამიხადა. პირველი ლამაზობა დავინახე. მეორე ლამაზობაც დავინდა. აი, ეს ხო მიკეთია და აი. თქვენ არ ვიცით, ეხლა ის ამხელა ხალი ხარ. ვიცი რასაც სიტყვით, თქვენ რო არ მითხრათ ჩემ. აი ამას ეს არის ისა კომპლექტია ხალხო, ეს არის ბროშია. ვაიმე ზაფხულში თქვენ არიცით მე როგორ ვიბლატავ. ვაიმე თუ ღმერთმა მშვიდობა მოგცა და ღმერთო მშვიდობა მოგვეცი, ძალიან ლამაზია, აი ძალიან ლამაზია და ისა ამით კაბები ვიყიდე, ახლა ძალიან ბევრი კაბები ხო ვიყიდე. კიდე უნდა ჩამოვივიდეს რა და 3 კაბა არის ძალიან ძვირფასი და ერთი არის ლურჯზე არის თეთრი წინწკლები და ეს როგორ მოუხდება. შავი კაბა რო ვიყიდე ძალანდოში თეთრი წინწკლებიან, იმასაც როგორ მოუხდება დედა. ვაიმე ნაცი და ვერო რა გოგოები ხართ, რა გოგოები. არა არ მინდა ბარხი ჩავდებ. მაგას სპეციალურ ფიქრი ამ რო ის გამომიგზავნა ყუთები იქ ჩავაბინავე. ვაიმე რომელ სვეტაკო და რა სვეტაკო არ ვიცი. ეს არის ჩირი. აი ძათ ეხლა თვითონ აი რო შეტე გადაწყვილათ ამბობს ხოლმე ბავშვი ხდებაო, პატარა ბავშვი ხდებაო. ეს ის არის ხალხმა შარშარო გამომიგზავნეს, ნეტა იცოდეთ როგორ ვუფრთხილდებოდი თითოს რო ჭამდი, ეს შოკოლადში ამოვლებული. ზღაპარია. გეუბნებით რა. წავიკითხე ერთადერთი ჩირიო რომელიც დიაბეტიანმა შეუძლია მიიწვიოს შავი ქლიავის ჩირიო. ეს ოღონდ შავი ქლიავია თუ ჭანჭურია არ ვიცი. შავი ქლიავი ხომ რა გემრიელია. ავარდამილევია საღამოთი, დილას 2 დავლიე ბარში, 1 გვერდზე ქალაქში, 1 კიდე აქ ჩემთან ხო და ეხლა საღამოთი რო ამის ასაღებად რომ მივდიოდი, ინოჩენტემ ნანა ყავაო, რა დროს ყავა ამბოთხელი, მე ხე ყავასაც დაეცეს წავიდეთ მეთქი ეს ავიღოთ. ეხლა ეს რა არის? მე რომ ამბობ არაფერი არ ვიცი მეთქი. კოკო, ეს ფინიკია. ვაიმე, ეს ფინიკი გამომიგზავნეთ ქალო. ვაიმე, ნახეთ ფინიკია. სიმართლე გითხრათ, აქ ფინიკი არის. რა თქმა უნდა, ყველგან არის. რამდენი ვიყიდე, ადრე ვყიდულობდი ხოლმე სულა და არ ვარგოთა. აი შეფუთულები რა, ეს შეფუთულები იყო და ერთადერთი რომელიც მომწონდა იყო ხოლმე ნედლი ფინიკი, რომელიც მარტო ახალწლებზე იყიდება, ნატალიზე და ახალწლებს. დანარჩენ დროს არ არის, ეთყობა არ აყიდულობს ხალხი, არ ვიცი მოკლედ.
კარგია. აი თქვენ ხო იცით რომ დედას იშვიათად ვეფიცავ. არა აქ ეს გემო აქაო ნაყიდს. ცოტა გრძელებია ხოლმე და ამას აქვს ბავშვობაში რომ ვჭამდი ხოლმე იმის გემო აქ. არ ვიცი. ეს უფრო ნატურალური დედა რა კარგია. ვაიმე ეს კამფეტები, ეს ამას ინოჩერტეს ვაჭმევ ხოლმე ხო იცით? ამას უგზავნის ხოლმე ისა ნაცია ის არის ვეგანურები საზამთრო და მარწყვი. ხო, ეს საზამთროა. ახლა ამას აღარ შევჭამ. დედა რა რბილია, ეს კიდე მარწყვი მიყვარს მე ძალიან. ხალხებო, ტკბილი კამფეტებს, აი ფიქრეს გამოგზავნილი ქოქოსისას დღეში ერთს ხოლმე ან ორს, ერთს სადილის მერე და ერთს კიდე საღამოთი წამოს რომ დავლე მაშინ. ასე რომ დიდათ მე შაქარიც არ მაქვს, ანუ 40 რო არის ნორმა. 42 არის მაქსიმუმი და 40 მაქვს და ისა 3 თვის ანგარიში. ასე რომ ვეპარები. რა მოვიღო ახლა? ვაიმე რასა, ვაიმე ტარხუნა გამითავდა გოგოებო, რამდენჯერ გავაკეთებ ისა, რა ქვია მაგასა. ჩაკაფულში ვუკეთებ ხოლმე და სოკოს რო ვაკეთებ შვენებურად რა, როცა სოკოსა ტარხუ დედა. აქედან რაღაცა სუნი მოდის, არ ვიცი. ძალიან დახერხილი ტარხუნა, ეს არის ტარხუნა, ეხლა შეგრიალდება ისა. ჩაი ხალხო, ძალიან დიდი მადლობა ნათი ჩაიზე გადავედი. აი ლელას გამოგზავნილი აზერჩაი რო არის, სადაც ყავები და ჩაი მიდევს არა, რო გამოხსნი ხოლმე, შაქარიც იქ არის და რაღაცა ისინი და რო გამოხსნი ხალხო, სუნია, ჩაის სუნი და ეხლა ეს კიდე ის არის ცეილონის ჩაიო, ამასაც დავაგემოვნებთ. ტარხუნა, ვაიმე რა იცოდი რომ მინდოდა, მე ხო არ მithქვია. აი ხო არ მithქვას რომ გამითავდა, არა. დაიცა? ფიქოს სვანური მარილიო. ფიქოს, თქვენ გეცოდინებათ, ეთყობა განსაკუთრებული რამე. აი მე ცუდად ავარ. სვანური მარილი, ნინოს გამოგზავნილი, ლელას გამოგზავნილი, პაიმებით, ხომ აქ არა და ვიყენებ ძალიან. არ ვიცი რა ხა ვინ საქართველოში ხარ თუ იცნობთ ამას, არ ვიცი, მე ხა უნდა შევჭამო, თორემ მოუყოდები ეს რა შევჭამო. ვაიმე რა გემრიელია. ცოტა ისა ფიქრიამ რომ აჯიკა გამომიგზავნა. ეხლა იმას ადგაძალა და ეხლა ამას დედა რა გემრიელია. აი ძალიან გემრიელია. ეს არ ვიცი რა არის. ყავა ეს ალბათ ისა და რო აფქვევინებენ და ამას ეხლავე დავლევ. აიცა კარგად იმას ვიქნა, შევკრავ. ამას ეხლავე დავლევ ხალხო, ეხლავე გავაკეთებ და დავლევ. დაიცა ჯერ ამოვალაგოთ, დედა წაიქცევი ისეთი სუნი აქ, აი იმნაირი არომატი აქვს რომ გადავარდები, ოღონდ მართლა გეუბნებით. დაიცადე. ვაიმე. შებოლილი სულგუნი კიდე. ფიქრეამ რომ გამომიგზავნა ესეთ ხლათ ვათლი და იმას შვები რა ქვია ვიზოგავ და ეხლა კიდე ჩამომივიდა. ვაიმე ძალიან დიდი მადლობა, აი ძალიან დიდი მადლობა ხალხო. ისა ნათი, ვერო, ბატონო დიმულას, ნიკა, ყველას დიდ მადლობას გიხდით მთელ ოჯახს. დედა რა ძალიან გამიხარდა. არ ველოდი ხალხო, არაფერი რა ვიცი, არაფერს არ ველოდი, იმის თქმა მინდა რომ ხა ყველაფერი შეგიძლია წარმოიდგინო, მაგრამ არ იცი შიგრად ეს და ისა
ისე სულგუნი რომელიც იყო არა აი რო ვამბობ რომ აქაურ მოცარელას ვერ ვიტან არ ვარგა ხალხო ვინც იტყლარჭება და მოცარელა არ ვარგა კაპიკად აი არასდროს არ მომინდება ჭამა ფიქრი ამ რომ გამომიგზავნა სულგუნი არა აი ესეთ ხლათ მოვათლი და პურზე დავადებ და ისა აქაურს რო დავადებ ხოლმე მე ტოსტერში ჩავდებ ვაიმე გადნება გალღვება გათბება რეზინივით არის შეგიძლია ესე გაწელო და ისე უკან მოვა იგეთი რეზინი ეხა მე რა ვიცოდი ეს სულგუნი პირველად რო დავადე და დავდე ტოსტერზე ჩაყუდებულ ტოსტერზე არა კიდე კარგი აეგეცე და ერთ-ორ წუთში ავწია და დედა სულ გამდნარია აი გადნა ყველი ხალხო გადნა ეგეთი რამე აქაურ მოცარელას არასდროს არ დაემართება აი რეზინია ვერც დაღეჭა ვერცა უნდა მოჭრო და პეაპრი გადაყლატო არ ვარდა ვაიმე ბუბლიკები იცი როგორ გამიხარდა ეხლა ესეც გამიხარდა ეს ინოჩეტეს ხო ვასწავლე ინოჩეტე ჭამს ამებს ეხლა რა თქო აი დარდი თუ არა ჭამსო ესე უნდა მოუჭირო და გაწყდება მეთქი და მე აღარ მატეხინებს მალიუტკა, სუშტი მალიუტკა, ძალიან გემრიელია. აღარ ვიცი, ჩაი, ყავა. და გამერია. ოღონდ. ახლა ვწიფები. ვაიმეწერილია. ერილია საჩუქრე ვაიმე აი ეხლა გავბრაზდები ოღონდ მართლა ეხლა ხმა ჩამიწყდება აი როცა გავნერვიულდები ხოლმე ხმა მიმდის ამას მე ძალით კი არ ვაკეთებ ეხლა მომისმინეთ რო ვამბობ აი ესენიც ხო ძალიან დიდი ხარჯიც არის და დიდი პატივისცემა არის და ძალიან მიხარია ესეთი რამეებს რომ მიგზავნით და მაჩუ აი საჩუქრებს ნუ მიგზავნით ნუ იხარჯებით კიდე ვაიმე ეს ის არის უნამო თამაროვი ძალიან რომ მომწონს ის ტეტე რაღაცა ხო იყო ადრე თოდეი რაღაცას ვიყენებდი ხოლმე და ეხლა ეს და აი მოვიტანო და გაჩვენო დამდენი მაგზე ხო და ძალიან დიდი მადლობა მაგრამ აი დამიჯერეთ რა ეს არის ეს თმისეთი უნდა იყოს რომელსაც ამასაც ძალიან ვაიმე ხალხებო მე მგონი რომ თმისეთია რომელსაც მე კარგად ვიყე ხო ზეთია ზეთი ძალიან დიდი მადლობა აი მე აგიქრა ეხლა ძალიან ცუდად ვარ მე ეხლა მართლა ძალიან ცუდად ვარ ხალხო ნახეთ რა ლამაზია მაიცა სად გავიკეთო აი აქ სამეულია ბეჭედი ეს ჩემი არა აი ეს ბეჭედი და საყურეები არის ულამაზესი და როგორ მინდოდა ვერცხლისფერი ეს ვერცხლია ნამდვილი ვერცხლია და თუ გავაგიჟე ვაიმე რა ლამაზია ცუდად ვარ ნახეთ რა ლამაზია რა ძალიან ლამაზია დედა რა ძალიან ლამაზია ეს აი არ ვიცი ცუდად ვარ მეთქი ეს ის აქ ჩაფენილი დედა ეხა მეტირება მართლა ოღონდ რა ვაიმე ისა ძალიან დიდი მადლობა აი ძალიან დიდი მადლობა და არ ვიცი კიდე ხო იცით როგორ მიყვარს ესეთი რამეები აი ძალიან მიყვარს და ძალიან მიხარია ცხენია რომ ვამბობ მაგრამ ეგრეა წერილი ვნახო ცხენია რომ ვამბობ მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა ვაიმე შენ აი მე ახლა როგორ ვიტირებ იცი
ჩემს ტკბილ ნანადეიდას გული უფლებას გაძლევთ რომ წაიკითხოთ ჩემი წერილი ვერო ეს არის ჩვენი ვერო რომელიც ჩვენი პატარა გოგო გაიზარდა დიდი გოგოა ხალხო უნივერსიტეტში სწავლობს თან სწავლობს და იცით როგორ სწავლობს ერთეულები რო სწავლობენ მარტო დაფინანსება კი არ აქვს სტიპენდია აქვს ხალხო სტიპენდია იქით იღებს ფულს და ისეთი საამაყო გოგოა ისეთი საამაყო შვილები ყავს ნათიას ისეთი ოჯახია ხალხო შეკრული მეგობრული მეუღლეს კარგად არ ვიცნობ მაგრამ ადამიანს ხო ეტყობა რა ძალიან ეტყობა და თან მე როგორ ვატყობ და ისეთი კარგი ოჯახი და ისეთი შვილები და ისეთი საამაყო რო არ ვიცი და ნათია კიდე აი გულიანი ხარ როგორ გინდა ადამიანი აი რავი როგორ ჯიგრიანი გოგოა აი იცით როგორია თან ვაშკაცური თან როგორი მოკეიბე ნათი მე რო შენი სადღი გრძელო რამდენჯერ მოусმინე არც მითქვია მგონი შენთვის მოდი წავიკითხოთ ჩემო საყვარელო ნანადეიდა როგორ ხართ ვიცი ხშირად ვერ კითხულობთ რომ ჩემი გიჟური გრაფიკის გამო ვიცი რომ სახარბიელოდ არ გაქვთ თქვენი და ინოჩენტეს ჯანმრთელობის საქმე მაგრამ თქვენ ისეთი მებრძოლი ხასიათი გაქვთ ყველაფერს გაუმკლავდებით მე კარგად ვარ უფლის მადლით ჩემი ოჯახით შრომობს და მივდევთ ცხოვრების დინებას თქვენი არსებობა გვაბედნიერებს ნეტა იცოდეთ მე როგორი ბედნიერი ვარ ხალხო აი მართლა ვაიმე შენ შემოგევლე აი იცით რა კარგი სიტყვები დაწერა შრომობთ მართლა თავისი შრომით რომ ადამიანები ყველაფერს აღწევენ ყველაფერს ჩვენ რაიცა გვაბედნიერებს ჩვენ ცხოვრებაში რაც შეეხება ჩემს პირადს მაქვს პატარა სიახლეები და უყურებ ჯერ მძიმედ მაქვს საკითხს ვიცი რომ ძალიან გაინტერესებს და დედამ წერს ხოლმე ხანდახან არაფერზე არ ინერვიულობ მე სულ კითხულობ მაგრამ ვეროს არ ვეკითხები ვეროს პირადს არა ვკადნიერდები მაგრამ ნათიასთან ვჭორაობ ხოლმე და ვერო ეტყობა გაიგო ეს ამბავი არაფერზე არ ინერვიულობ ყველაფერი ამაოა ხომ კარგად იცით მინდა ყოველი დღე იწყებოდეს თქვენი სიხარულით და ბედნიერებით რაც შეიძლება მეტი პოზიტივი და მხიარული გაერთეთ და გაატარეთ დრო ტკბილად ძალიან დაძაბული მდგომარეობა გვაქვს მსოფლიოში და მინდა გისურვოთ მუდამ მშვიდობა და ბედნიერება ჯანმრთელობა და სიხარული თქვენს მეუღლესთან ერთად და თქვენს საყვარელ ადამიანებთან ერთად მადლობა შენ შემოგევლე შენ გისურვებ ყველაფერ კარგს და ბედნიერ მომავალს მიყვარხართ უსაზღვროდ და მეიმედებით მუდამ და ყოველთვის უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ჩემი საყვარელი ნანადეიდა დროებით გემშვიდობებით კოცნით და გეხუტებით გულში შენი ვერო და ნათია მიყვარხარ ჩემო ტკბილო ვერო ნათი შენ უფრო გეჭორავები ხოლმე ვერო ჩემო საყვარელო ჩემო კარგო გოგო ჩემო ჭკვიანო ლამაზო ყველაფრად შემკული აი ეს გოგო არის ყველაფრად შემკული დაბრძნილი ჭკვიანი დაფიქრებული გონიერი ყველაფრის გამსაზღვრელი ხალხო არ ვიცი მართლა რომ ბედნიერება ასეთი შვილის ყოლა და ბედნიერები არიან შენი მშობლები ვერო რომ ასეთი ყავხარ და ეჭვი არ მეპარება რომ შენი ძმაც ძალიან ჭკვიანი ბიჭია იმიტომ რომ იმასაც ეტყობა ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ვერო მე ამას რა თქმა უნდა და შევინახავ სულ შენახული მაქვს წერილები ხალხო ჩემს უჯრას საწოლთარო კომოდი მიდგას იმის უჯრაში მაქვს წერილები ხოლმე და როდესაც მივდგები რამეს ვეძებ ვალაგებ რაღაცას და დავჯდები ჩამოვჯდები და ვკითხულობ და ნეტა იცოდეთ როგორ გახიმებული ვზივარ ასე რომ ძალიან ბედნიერი ვარ
ამ ადამიანებით, ასეთი ადამიანებით, ასეთი დღესაც რომ მივდიოდით ხან ისეთი სიტუაციები გახო, ზოგი მანქანიცი გადმოგიხდება, ზოგი საერთოდ არ გიყურებს, ზოგი კინაღამ ერთი ორჯერ შევეჯახეთ და მე ვამბობდი ეს ხალხი მეთქი სულ არეული დადის, სულ აღარაფერი ენაღლებათ, ფეხებზე მკიდია ხალხი ამეთქი და ინოჩენტე მითხრა, ყველას ერთში კი ვერ მოვაქცევთო, ძალიან ბევრი ხო კარგიც არისო, რას ლაპარაკობ, მე ვთხარი, კარგი ადამიანები რო არ იყვნენ, უმეტესობაა კარგი ადამიანი, უბრალოდ ცუდი ჩანს უფრო მეტად, თორე უმეტესობა კარგია. ასე რომ აი ეს კარგი ადამიანები კიდე ჩემს გარშემო რამდენი ხართ, ხალხო, რამდენი, ძალიან ბევრი. და მე ვარ აი უბედნიერესი მთელი გულ, არავინ არ იცის ახლა ჩემ გულში რა ხდება, აი არავინ. და ალბათ სიტყვებით ხო ვერ გადმოვცემ, არ არსებობს, ვერ. ძალიან დიდი მადლობა, ვერო. ძალიან, აი ისე მიყვარხარ, რომ არ ვიცი, თან ისეთი რო იყო სკოლაში დადიოდა რო გავიცანი, ბოლო წელს იყო თუ ბოლოს წინაა, ეხლა აღარ მახსოვს, და ეხლა დიდი გოგოა, ძალიან დიდი გოგო, ძალიან დიდი როგორ, აი უკვე დაბრძნილი და ჭკვიანი და ისეთი გოგოა რა. მე ვიცი რომ ყველაფერს მიაღწევ ცხოვრებაში, ყველაფერი კარგი გექნება ცხოვრებაში. ეს მე ვიცი კარგად. ეხლა ისეთი კიდე რამე დავინახე რომ კიდე ერთხელ ეს სხვაებიც დავინახე, მაგრამ ეს დავინახე და რამდენჯერ მithქვია ხალხო რომ რაღაცა რომ მინდა მეთქი აუცილებლად ღმერთის აი რაღაც ვინმეს ხელით, ვინმეს ძალისხმევით მიგზავნის. არ ვიცი რატო, კარგა ხანია, ეხლა არა, რამდენიმე თვე იქნება, ძალიან გული, ერთი თვე, მეტი ორი თვე იქნება, ძალიან გულით მინდა აი ეს ბროში. არც ერთ ვიდეოში არ მithქვია ხალხო, არავისთვის არ მithქვია, იმიტომ რომ სულ ცდილობ რომ არაფერი წამწდეს, რომ მე ვიღაცამ კომენტარი დამიწერა, აი ამას ეხლა ოქროს საყურეები მოუნდა და ვითხოვს და ეგეთი რაღაც, ეხლა ეგ სიქსულელია რა თქმა უნდა, არც მეტკინა და არც მეწყიდა სულ არ მენახულება ასეთი შტერის დაწერილი, მაგრამ მაინც ვცდილობ ხოლმე რომ ვიღაცას არ გაუჩნდეს წვეტიანი აზრები. ხო და აი ეს ბროში მინდოდა ძალიან. ნუ ზუსტად ესეთი არა, მაგრამ აი ესეთი ჯვრის ფორმით და აი ესეთი ეს თამარის ხო არა. მე მგონი რომ თამარისია. მოკლედ, მინდოდა, აი ძალიან გულით მინდოდა. მართლა გეუბნებით და რამდენი ისა ინტერნეტში ვუყურებდი ხოლმე და ვიტყოდი ვაიმე აბა ნახოთ როგორია, ნახოთ, ვერასდროს ვერ ვიყიდე. ვერ ვიყიდე. რაც გინდა მითხრა. და აი რომ ვამბობ რომ როცა რაღაცა მინდა რაღაცაზე რომ მიფიქრია რომ ის მინდა, მე რომელიმე თქვენგანი ჩუქნის. აბა იტალიელი მხარ მაჩუქებენ აქ არა. ხო და ეს ძალიან მინდოდა. ეხლა ეს ბზიკებიც ძალიან მომწონს. ეხლა ისე მომწონს ეს ბზიკები, ისე მომწონს. ობობა ხო ვიყიდე, კულონი ობობა, დღეს არ გამიკეთებია, მიკეთია ხოლმე და ეს ბროში, ისა, ბზიკები მომწონს ძალიან. ისე ეხლა ეს რომ დავიბნიო, რა იქნება, გული გამიხარდება. მე რა, ეხლა იტყვით რომ ეგაო უგემოვნობა არისო, რომ ცეპი ის გიკეთიაო. ესაო და ბროშიც გაიკეთო, მაგრამ არაუშავ რომ მე ხო მიხარია და თქვენ კიდე გავლამაზებ ცოტა. ისე უნდა გამიკეთები, არაუშავ. და კიდევ არის. თედა ეს როგორი მძიმეა. ძალიან ლამაზია ეს. თედა ესეც ძალიან ლამაზია. ეს ასად არ მინახია ეგეთი. როგორა თქვა მინდოდა მეთქი რომ არ მინახავს. აიცა ეს ამას რაღაცა ორმაგიდან ნიშნულება ხო არა. მაიცადეთ ხალხო, მოთმინება იქონიეთ თავადო. რაღაცა იქით არა ხსნის სადაც საჭი. არა, მე ვიფიქრე ისა მაგნიტი ხო არა აქ მეთქი, არა მეტალზია და ძალიან ლამაზია, აი ძალიან მწვანეზე. რა მაქვს ეხლა მწვანე, ეხლა იმასა ვფიქრობ. შარშარო ის გამომიგზავნე ნათი ბრასლეტი, იმნაირი ზუსტად იმფერი ბლუზა ვიყიდე, ეხლა ერთ სული მაქვს, რომ როდის გამოთბება, რომ ის ჩავიცვა.
ძალიან მომეწონა ბროშები, ძალიან მომეწონა ნაცი, ძალიან. ამაზე ხო ეს ის არის პრანტიკელური არის, ეს არის სტორნოა. საღამოთი, ზღვაზე რო გავისეირნებ ხოლმე საღამოთი მაშინ გავიკეთე. სულ ვიცი როდის რა სადა. ეს არ ვიცი რა. არ ვიცი, კევინ კლაინიო. არ ვიცი. ესენი ინოჩენტესთვის არის. ინოჩენტესთვის არის ესენი მამაკაცის საცვლები არის კევინ კლაინი. ვაიმე, გააგიჟდება ხალხო, გააგიჟდე, ხო სულ გიჟდება. ჯერ ხო სულ გააგიჟეთ. ჯერ ხო სულ არის გადამდგარი ტკუიდან და ეხა სულ გაგიჟდება რომ ეგეც გამოუგზავნეთ. და სუპერ კოტონი, ესეც მაისური ინოჩენტეს. მე ძალიან დიდი მადლობა, ძალიან უდიდესი მადლობა. თან რაღაცა ძალიან მაგარი ხარისხი ჩანს, ძალიან. 7 ზომა, ზუსტად მაგის ზომა. ზომა როგორ ხაიცოდი? ანა ეს ბეჭედის ზომა როგორ იცოდი? მე ხო არ მithქვამს, არა. მე მგონი არცდაც არ მithქვას, დედა როგორ იცოდი? აქაც დედა რა კარ, მე როგორ მინდოდა, ბეჭედი როგორ მინდოდა? ვერ გეტყვით როგორ მინდოდა. საყურებიც. გავიკეთოთ. იქნება და როგორ მიხდება. აიცა. ნადის ხედეიდა. დედა რა ლამაზია, ჩემი სისუსტე არის დიდი თვალი. ეხლა არა, გოგოობიდან, ახალგაზრდობიდან რომ მარტო ერთხელ მქონდა და დავკარგე მგონი თუ ვის მივეცი, არ მახსოვს, ცისფერი დიდი, ესეთი დიდი ის იყო მინის ის კრისტალივით იყო, როგორც ცრემლი, ისეთი და ისე მიყვარდა და იმის მერე სუმა აქვს, რომ მიყვარს ძალიან დიდი თვლები და დედა რა ლამაზი, ხო თეთრია ვითომ, მაგრამ ხელზე რო გიკეთია და უყურებ, თითქოს ვარდისფერ, თითქოს იისფერ, რაღაცა ფერი გადაკრავს. რაღაცა ფერებში გადადის. რახათ ლუხუმია ხალხებო. და გავსინჯო. სხვა გზა და გამოსავალი მე არა მაქვს, უნდა გავსინჯო თუ არა და მეყოლება ისა, რა ქვია მაგას, მე საიდან იხსნება ხალხები. კიდე კაი არ გავჭერი აქედან სადაც ისა აქ ვიტრინა. ეს რა დაიცადე. თურქიშ დელიკატესიო აწერია. არ ვიცი რახათ. არ ვიცი ფუნდუკითო აწერია თურქული ტკბილეულიო და არ ვიცი რახათ უხუმია თუ სხვა რამეა, ვერ გეტყვი. მაინც რა გაჩვენებთ მე თქვენ. ახე. იცი. დათხილი ადევს. იტალიელებს რამე მოეწონებათ ხოლმე, ესე იტყვიან ხოლმე. კოკოსი ამოლებული. ძალიან კაია. ძალიან კარგია. ძალიან ტკბილი არაა. არ არის ძალიან ტკბილი. ნიო მეტყვის ახლა სხვა რამეები ჭამე ტკბილი და აღარ მოგეჩვენაო, არაფერი მჭამე ძალიან ტკბილი. თხილი, ძალიან უხდება თხილი და ქოქოსი. ქოქოსი კიდე ჩემი სიყვარულია, ვაიმე. ძალიან დიდი მადლობა, დიდი მადლობა. არ ვიცი რა შეიძლება. გოგო, ამებს მე უნდა გიგზავნიდე, მე
შენ კი არ უნდა მიგზავნიდე მე. რაღაცა ტოფუო. თხილიანი ნუგა კარამელით და შოკოლადში არის ესა ძალიან. უი კოკოსისა ყოფილა ვაიმე როგორ მიყვარს. ძალიან მიყვარს. ყოველ დღე პატარა დატეხი. აუცილებლად. მაგას ახლა ვეღარ გავსინჯავ, აღარ გავხსნი. იმიტომ რომ ჯერ სხვა რამე ხვაჩა მივარ და ვაიმე ნათი და ვერო და რა ვიცი კიდე ყველა ოჯახის წევრი თუ როდის მეღირსა თქვენი ნახვა და ვაიმე როგორ გადაგწეწავდით თმებსა დედაშვილს. ხალხო ეს არის ღორის ბარკლის შაშხიო. ღორის ბარკლის შაშხი. ეს იქნება უგემრიელის. არა თქვათ ეხლა რომ მანდაც არისო, არაფრად არ ვარგა. ხო ყიდულობ ხოლმე პროშუტო, კოტო, ლორი თუ რაღაცა. არა, არ შემიძლია, მე არ ავჭამ, ეგ გაჭამს. უბრალოდ ყველაფრად უგემოვნო რაღა მარილიანი არის რაღაცა ჟელატინი, არ ვიცი და ეს რო საუკეთესო იქნება, რადგან და ლაპარაკი. მაგაზე. ვაიმე დედა, ვაიმე. ეხლა ჩემი უნდა ვთქვა ჩემი ჯერ. მე უნდა ვთქვა გულახდილად უნდა ვთქვა. რა თქმა უნდა, ეხლა მე ხო არ ვეტყოდი არასოდეს ჩემ ახლო ნათესავს და ჩემი ანისთვისაც არ მithქვია რომ ეს მარტო ჩემ დაქალს ვეუბნებოდი ხოლმე. ეს გამომიგზავნე, ის გამომიგზავნე, არ ვეტყვი არავის, მაგრამ ჩემ გულში ეხლა სიმართლეს ვაღიარებ. ეხლაც რომ მივდიოდი ასაღებად, მაგას ვაუბრობ. ნეტა ნათია ჩამიდებ და აჯიკას მეთქი. დედას გეფიცებით ვფიქრობდი, ეხლა საჩუქრები, კაი, ეხლა ამებს ბევრ რამეს ამას ვერ წარმოვიდგენდი, ამას არ ველოდი რა, ეხლა მაგებს არა ვფიქრობდი, რომ აიმე რა იქნება რა, არა. მაგრამ ერთადერთი რასაც ვფიქრობდი, ვამბობდი, რომ ნეტა ნათია აჯიკას ჩამიდებს მეთქი. ეს ნახევარლიტრიანი აჯიკა ერთი წელი მკმარა ხოლმე. ვიზო გავ. მართლა გეუბნებით, მე არ ვიცი ვინ აკეთებს ნათი, შენ აკეთებ, სოფელში აკეთებთ, ბებიები, დედები, ბაბუები, დედამთილები, არ ვიცი, მაგრამ ამნაირი აჯიკა ხალხო, დედა ჩემი კარგი მკეთებელი იყო ყველაფრის, საუკეთესო ხელიც ჰქონდა, საუკეთესო გემოც ჰქონდა ყველაფერი, მაგრამ აჯიკა, აი ეგეთი მე არ მინახია. და რამდენი ხანი აღარა მაქვს და სუშის რო იმას ვაკეთებ ხოლმე სუშის სოიუს соус, ამას უმატებდი ცოტას და აი ზღაპარია. ხო და ეხლა ეს კიდე ტყემალი იქნება. არა წერია რა თქუდა დაწერა. ხო და ნათი ძალიან დიდი მადლობა, აი ძალიან შემოგევლე. აი ამაზე ვფიქრობდი რომ ნეტა მეთქი ნათია ჩამიდებს, აჯიკას თუ არ ჩამიდებს. და ჩამიდო. ძალიან დიდი მადლობა, აი ისე გამიხარდა, რომ ვერ გეტყვით რა, ვერ გეტყვით. ეს ჩილია კიდე. ხალხო, აი ხა სიმართლე თქვით, ამნაირი საჩუქრები, ამნაირი მეგობრები, ასეთი გულის ადამიანები რომ მყავს მე, რომ მყავხართ ბევრი თქვენგანი და მყავს და ამას რა სახელი ქვია ხალხო, ამას ქვია ბედნიერება, ამას აქვია ბედი, ამას აქვია რა ვიცი, ყველაფერი კარგი სიტყვა. აი შავი კლევ. ის რაღაცა მაინც ეჭვმა იმა ლელას მეთქი, ლელა კარგად იყავი, ლელა მახსენა. ეს მაინც რაღაცნაირად მგონია რომ შოკოლადში ამოვლებული რომ ჭანჭური ხო არ არის, იმიტომ რომ აიცა აბა გადავამოწმებ კიდე ჩემ თავსაც. იმიტომ რომ აი თითქოს ყველა მოგრძოებია, დაიცა? აი თითქოს მოგრძო ისინია და ეს შავი კლიავა, აბა ეს ხო ვიცით და ვიცით რომ ეს არის. მაგრამ ეს ჭანჭური თუა თითქოს სადღაცა გემოც გავიგე, არ ვიცი, მაგრამ ვერ დავიფიცავ, მაგრამ ძალიან გემრიელია. იმე და ისე მინდა ეხლა რომ რავი რა გითხრათ და ეს კიდე
ეხლა ჩემთვის მისწრება, ეხლა ყოველ დღე ვჭამ ხალხო ძროხის ენას, ყოველ დღე ვჭამ ერთ ფილა შოკოლადს, ყოველ დღე კიდე რაღაც ოხრახურს, რაღაცებს, რაც დამიწერეთ, მოკლედ წავედი, შეუკვეთე ძროხის ენა არის შოვება, უნდა დაუკვეთო, შეუკვეთე და კილო ღირდა 15 евро. ორი ენა იყო და სადღაც გამოვიდა 40 евро, 39 და რაღაც ჩერტეზები 40 ევროს. ხო და ისა ყოველ დღე ჭამ 2-3 ესე თხლად დაჭრნაჭრებს მოხარშე გავწყვენი გავასწრე რამე და ასე რომ და ეხლა ეს კიდე ამასაც მივამატებ დღეში 2-3 ცალი და ჩემი გემოგლობინი მე მგონი აი საწავა კაცმა არ იცის აი ამას ველოდებოდი ეს ვიცოდით ეს ნამდვილი ეს არის ოქრო და ოქროს და ბაჯაღლოს ისა აქვს საღირველი და ფასი დაიცა აქ მარტო ინოჩენტი არ არის ხო და ესეთი არის ესენი არის ინოჩენტი და რა გოგოები და როგორ გაუხარდება ბეჭავ ფეხებს გაიწვოს ქუსლები აქვს გამოვარდნილი და ეს კიდე ჩემთვის არის და ნეტა იცოდეთ ეხლა ეს რა დაუფასებელი რამეა ჯერ მე ხო ნასკი ჩემთვის ნასკები თხელი სულ მჭირდება შიგნით გარეთ სულ მართლა მაგრამ აი ეს ჩემთვის ეხლა არის როგორც აი წამალი ჯერ ერთი რომ ძალიან ლამაზი როა და შალისა როა და ეგ ხო მაგრამ აი აქ რო რეზინი არ არის აი ეს არის აი არ ვიცი მე არასდროს არ მინახავს ეს აქ არის ურეზინო ქვია სამედიცინო ნასკები ოღონდ არის თხელი ნასკი არის თეთრები ძირითადად ხოლმე ან თეთრი ან შავი და იმას რეზინი არა აქვს მაგრამ მაინც უჭერს მაინც წვრილია ჩემ დაქალსაც ვგზავნიდი ხოლმე და აი ეს ახლა ჩემთვის არის დიდი აღმოჩენა და ძალიან ვაიმე რა კარგია ახლა რა თბილად ვიქნები ვაიმე სტუმაბობო კაი მე თქვიო კაი მე და კაი თქვენ კარგი ნათი აი ეხლა თქვენ რაღაც აღარ გავიმეორებ რომ ამას რამდენი ხანივე სიყვარულები 1-2 დღე ხო იცით რომ ეგრეა ეხლა მე წავალ უთქვენოდ ყავას მოვიდუღებ და დავლებ იმიტომ რომ ძალიან გაგვიგზელდა ვიდეო და ვეღარ თქვენთან ერთად ვეღარ დავლებ ყავას ნათია ვერო ძალიან დიდი მადლობა თითქოს ისე მომეჩვენა სხვადასხვა რამეები ხარ არის და არა კაცო ტარხუნა და ღერღილიო ვაი ჩაკაფულს რო შევაგრიალებ რას ლაპარაკობ ისა ნათიკო ვერო ჩემო საყვარელო ვერო აი ძალიან გეფერებ გეხუტებით ძალიან დიდი მადლობა არ ვიცი მე ხალხო კიდევ ვიმეორებ არაფრით არ დამიმსახურებია ნამდვილად ეგ დანამდვილებით ვიცი მაგრამ ძალიან მადლიერი ვარ თქვენი ღმერთის უფალს სულ მადლობას შევწირავ და ძალიან დიდი მადლობა ნათია ყველაფერი სიკეთით სუსიტკბოთი ბედნიერებით შენი შვილების ბედნიერებით დაგიბრუნოს უფალმა მარტო ამას შევთხოვ ყოველთვის უფალს რომ აი სიკეთე სულ ბედნიერებით და სიკეთით და სიტკბოთი გადაგიხადოთ და დაგიბრუნოთ ისე როგორც არაფერი არ იკარგება ხალხო მე რომც არ შევთხოვო უფალს არაფერი არ იკარგება სამყაროში არაფერი ერთი ძუნწი ძალიან წუწკი ადამიანი რომ საიქიოში მოკვდა გარდაიცვალა და საიქიოში მოხვდა და ეხლა იქ ეუბნებიან რომ აბა რა გაგიკეთებია კარგი ვინმეს რამე კარგი არ არავისთვის არაფერი როგორ კაცო მაშერთი ადამიანს ან ლუკმაპური არ მიგიწოდებიაო ვინმესთვისო ღატაკისთვისო არა იმდენად წუწკი ვარო რომ არავისთვის არაფერი არ გამიმეტიაო არაფერი არ გამიკეთებია კარგიო არა აბა რანაირათო ანაო მათხოვარს ერთი კაპიკი არ მიეციო არა ბოლოს უთხრა რომ აიო ერთხელო იმან მათხოვარმა ჩამოიარაო და დამპალი ხახვები მქონდაო და 2 ცალი ხახვი მივეციო უკვე აღარ ვარ გოდაო გადასაგდები იყო და იმ მათხოვარს ის 2 ცალი და გადასაგდები ხახვი მივეციო
ხო და მაშინ უთხრა უფალმა თუ ვინც არის თავარი იქა რომ არა უშარო ეგ მაინც რო გაგიმეტებია მიგეცია კიდე მოგცემო შანსო რომ კიდე რაღაცა კარგი რო გაგიკეთებიო ხო და თუ კი ის ორი დამპალი ხახვი გაღებული სიკეთეთ ჩაუთვალა უფალმა წარმოიდგინეთ ამ ხელა სიკეთის გაკეთება კიდევ იმეორებ ხალხო ადამიანებო ეხლა ყველას გვიჭირს არავინ არ არის რო ის წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი მოიკლო ადამიანმა ხალხო გარდა იმისა რომ გულით აკეთებს და დიდი არაფერი არ არისო და გულით არისო ხალხო ეს დიდი არაფერი არ არის ნუ გამაგიჟებ ნათია რა ეს არის უდიდესი ყველაფერი აი ყველაფერი არ ვიცი სიტყვები არ არსებობს ხალხო მე რო ენა მუქარგულიცა ვიყო და ვარ და არც სიტყვები არ მაკლია მაგრამ ვერ გადმოსცემ იმ ხელა მადლიერებას ვერ გადმოვცემ ვერანაირი სიტყვებით და უფალს მივენდობი მე რომ გადაგიხადოთ სიკეთით ჯანმრთელობით და შვილების ბედნიერებით ძალიან დიდი მადლობა აი ძალიან ყველაფერი ძალიან კარგი ყველაფერი ძალიან გამიხარდა ყველაფერი ძალიან მომეწონა არ ვიცი როგორ გითხრათ რა აი მართლა დედა ბეჭეთი გავგიჟდი ზომა როგორ იცოდი ზომა ხო არასდროს არ მithქვია მე ზომა აი დანახული თითებით რანაირად გაიგეროს ვაიმე რომ რას მოვეფერო და რას მოვეფერო და რას მივწუდე იმას ის აღარ ვიცი მე მოკლედ წავედი ხალხო დაგიტოვებთ ახლა ვიდეოს ავტორსავ კიდევ ვიმეორებ ვინც აღამოთი ნახავთ ახლა ვიდეოს ნახავთ ვინც არ ნახავთ ბევრს უყვართ ესეთი ვიდეოები ბევრს შეიძლება არ უყვარს ბევრს შეიძლება სისულელე გონია ბევრს შეიძლება არ მინდა ცუდი სიტყვები ვთქვა ხო და ვინმე რამე კიდევ ვიმეორებ არ გამოხტეთ რამე ისეთი არ დაწეროთ თორე აქედან ვერ მოგწდებით და ვერ გაგლაძღავთ მაგრამ აზრი არ აქვს დაგბლოკავთ მეტი რა გზა თქვენ სიტყვით რომ აი გარდი კიდე თუ დამბლოკავო ხო სწორია ხო და არ გინდათ არ აღირს ხალხო წარე და მკვახეების დაწერა და თქმა არ აღირს დამიჯერეთ იმიტომ რომ ეს იმ ხელა რამია ეს ისეთი სიკეთია ეს ისეთი ჟესტია ხალხო აი ისეთი მოქმედება რომ არ ვიცი მე ვარ უბედნიერესი ადამიანი მიუხედავად ყველაფრისა მე აღარ დავიწყდებით თუ დაჭიქი აღარ ავდგენ მიუხედავად ყველაფრისა ხალხო შეიძლება თქვათ რა გაქვს შენ ბედნიერებისა უბედნიერესი ვარ განაბედნიერი ვარ უბედნიერესი ვარ ამდენი ადამიანებით ასეთი ხალხით ხალხო რა ვთქვა კოცნით წავედი აბაჰე და აბახო დიდი მადლობა კიდე